პრემიერ-მინისტრის ბოლო წინადადება პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, ამბობს თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე უარს და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. მარტის ბოლოს პარლამენტში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებას უყრიან კენჭს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს კენჭისყრა იქნება წყალგამყოფი. გნებავთ ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ პოლიტიკურ დიდწლოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ. ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს. ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი. ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებებზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქმეს თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას. ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა. Facebook-ით მივიღე წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრიდან, მე საერთოდ პირველად გავიგე, რომ რომელიმე ქვეყანაში Facebook-ით წერს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წერილს და თან ასევე Facebook-ით ითხოვს პასუხს. კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, თუმცა ეს არ არის პოლიტიკური დიალოგის ფორმა. მე მივაჩნია, რომ ჩვენ მთავრობასთან უნდა ვსაუბრობდეთ და უნდა ვსაუბრობდეთ ძალიან ბევრ საკითხზე. რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროპასთან ურთიერთობაზე, რო არ დავკარგოთ ასოცირების ხელშეკრულება, ამერიკასთან სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეკონომიკის განვითარებაზე, ახალ პროექტებზე. მე მინდა რომ ვისაუბრო მათთან ასეთ მაგიდაზე, სადაც თქვენ თავზივარ ახლა.